ბატი ნახეთ რა ამბავი ბატია. ნახეთ რა ამბავი ბატია, ეხლა მოვედი ჩავჯექი ჯერ ადრეა, სროლის დაწყება არ შემიძლია. ნახეთ აქ ნახეთ როგორ შემომია კანადურმა ბატები. ნახეთ. აი საითაც არ გინდა გაიხედო ყველგან ბატია რა. დილამშვიდობის სამეგობრებო, დღეს 16 აგვისტოს დილაა. გამოვედი ბატზე სანადიროთ, წინა კვირასაც ვიყავი. მაგრა დაფრინავს ბატი გადავიღე, რომ ჩავჯექი ჯერ ცოტა ადრე იყო, სროლის დაწყება არ შემეძლო. ამ წუთიდან დავიწყებთ ნადირობას, თუ რამე გადმოგვიფრინა. ეხლაც მოდის ბატი. არა ამიარეს. შეტრიალდა. ასე რომ ბატი ძალიან ბევრია. ჰაერს სადაც გაიხედა ყველგან გუნდები დაფრინავენ. იმედი მაქვს კაი მანძილზე შემოვლენ სასროლად, ვინაიდან ძაღლი არ ყავს. წინა კვირას 2 ბატი დავკარგე მაგის გამო ცოტა მაღალზე ნასროლი. მის შემდეგ აღარც მისვრია და დაბალზე კიდე აღარ შემოვიდნენ. ასე რომ წინა კვირას მარტო 2 ბატი მოვიპოვა. და დამეზარა იმ ვიდეოს გაკეთება, არც ვიცი როდის მე თუ გავაკეთებ. და იყო მაგარი ნისლიანი სხვათა შორის წინა კვირა, მთელი დილა. ეხლა მოგრუბლულია ნიავი აქ, იდეალური ამინდია თეორიულად ბატზე სანადიროთ. ცალკე გამოვიდა. რამდენი მარბენი. Kom Arsus, kom. Kom. Patrontan biraz.
Ui. Jongen, wat zat die jongen. Oh. მეგობრებო, ვაგრძელებ ნადირობას. უკვე 4 ბატი მყავს მოპოვებული. აგერ ჩემს უკან ერთი კანადურია და იქეთ 3 რუხი ბატი. ორმა ძალიან გამაწვალა, ძალიან მარბენინა. საქმე იმაშია, რომ დავიწყე 30 გრამიანი მაგნუმებით ნადირობა. ჩემდა გასაკვირად მიუხედავად იმისა, რომ საფანტი ცოტა არის და 1370 ატმოსფერო აქვს. ტყვიებს მაინც უკან მომდის. ანუ არ მეგონა ნამდვილად, მე მეგონა გაცილებით სწრაფი. ასე რომ შედარებით წინ უნდა დავიჭირო რა და ნელა-ნელა ვსწავლობ რა. ამ ტყვიებით ნადირობას. მაგის გამო ერთი კანადური დავკარგე ძალიან ახლო გადმომიფრინეს და პირველი მოხდა უკან და მეორე ალბათ საერთოდ გაცდა, ან უკვე გასული იყო. ან უკვე მანძილზე საფანტმა ვერ იმოქმედა. გავაგრძელებ ახლა ნადირობას და იმედი მაქვს კიდე რაღაცას მოვიპოვებ რა. მოხდა, მაგრამ ვერ აიღო და ზაღლი დამეხმარა. გამოვარდნი, თორე წაი. Komm. Sus. Komm mal. Komisi. Patrons წაუ არ მენდობა ეს ზაღლი. Golden Retriever. Goed zo, Suus. Kom maar, hier. Kom voor. Je bent er bijna. Kom maar. ნადირობა. დღეს მოვიპოვე 8 ბატი. წინა ერთ-ერთ ნადირობაზე შევადარე. ნილოსის ბატი და რუხი ბატი. ახლა შეადარეთ თქვენ კანადური და რუხი ბატი. 1-2-3 კილოთი არის ხვაობა. კარგი დღე იყო, ცუდი რამე თქვის, ნელ-ნელა დავამუღამე ჩემი ახალი
მაგნუმის ტყვიები და იმედი მაქვს შემდეგ ნადირობაზე უფრო უკეთეს შედეგს დავდებ რა თუ ამდენი შანსი მომეცემა. ავას ხავ ამბატებს და საქმე არც ისე კარგად არ მაქვს, იმიტომ რომ 8 ბატის თრევა როგორც ერთი გარეული ღორი ათრიო ისეთია რა. 35 კილოს ნამდვილად დადებს ეს ალბათ დღეს. კანადურ ბატთან ბევრ ბატებს არ ჩამოუკიდებ, იმიტომ რომ ისედაც მძიმე არის და მაგის გამო და გადავანაწილოს იმძიმე. ადრე მეკითხებოდნენ ხოლმე ავტომატით რატო არ ნადირობ? რა საჭიროა ავტომატი, რა შედეგი? აი მეგობრებო, ნახეთ. ნახეთ რამბავია. ასე რომ ვინადირეთ ორულიანი თოფით და შედეგით გექნებათ სათანადო რა. ეხლა წავედი მე მომავალ შეხვედრამდე და თქვენ კიდე წარმატებულ სეზონის გახსნას გისურვებთ, იმიტომ რომ ვეღარ შევხვდებით თქვენი სეზონის გახსნამდე. მაგრად და წარმატებებია.